მოგესალმებით პატივცემული ტელემაყურებლებო, ინტერნეტ მაყურებლებო, რადიო მსმენელებო. დღეს ტრადიციულად ორშაბათს ამ დროს 12:09 ეთერში არის ტელეობიექტივის ეთერში. გადაცემა ასავალ-დასავალის საათი. ამჯერად ამ გაზეთს ასავალ-დასავალს წარმოადგენ მე გიორგი გიგაური, ჩემი სტუმარია ცნობილი მსახიობი, პოეტი, კაი ქართველი კაცი და საზოგადო მოღვაწე გივი სიხარულიძე. მოგესალმებით ბატონო გივი. მოგესალმებით. ჩვენ ტრადიციულად დავიწყოთ გაზეთის ახალი ნომრის მიმოხილვით, პარალელურად თქვენი აზრით საინტერესო იქნება ჩვენს ნამოღვაწარზე და ასე ვთქვათ ნაჯაფარზე და შემდგომ ყველა ის თემა განვიხილოთ, რომელიც აქტუალურია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთოდ ჩვენს გარშემო, იმიტომ რომ საქართველოს მხოლოდ საკუთარი პრობლემებით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ცხოვრობს. ამ ეპოქაში ასეა. როგორც ყოველთვის ტრადიციულად გაზეთის ქუდის, ასე ვთქვათ, გვერდზე გამოტანილი არის შესაბამისი რეფრენი, ციტატა ცნობილი ადამიანისა, რომელიც ასე ვთქვათ, ხსნის ამ ნომერს ახალს. ამჯერად ეს არის მარკესის ერთ-ერთი ცნობილი ციტატა. აუცილებელი არ არის ყველას სიმართლე უთხრათ, მაგრამ ყველაფერი რასაც იტყვის, სიმართლე უნდა იყოს. აი ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული ასავალ-დასავალის 22 ნომერის. გენიალურად არის, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ჩვენ შევუდგეთ საქმეს. ერთ-ერთი მთავარი თემა არის ზურაბ ჟვანიას მოდი პირდაპირ ვთქვათ მკვლელობის ამბავთან ატეხილი მისი დაცვის წევრების ასე ვთქვათ ერთგვარი ბჭყალებში აღიარებითი ჩვენებები სადაც ისინი ასევე მოდი პირდაპირ ვთქვათ რას მოვკიბოთ თქვენს რომ ზურაბ ჟვანია და იუსუფოვი იმ ბინაში, ავადსახსენებელ ბინაში იპოვეს შიშვლები, არატრადიციული სექსუალური მიდრეკილებები დააბრალეს საკუთარი დაცვის ობიექტს და პრემიერს და ასე ცდილობენ თავის გამართლებას, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია არავითარი შინაგანაწესი, ეს უბრალოდ პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა ასე, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა ისინი ასე და არ მიგვექცია ყურადღება. რა თქმა უნდა გამოძიება და პროკურატურა მას სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ გაზეთში არის შემდგომ იაშარ იუსუფოვის ინტერვიუც და ასე შემდეგ, რომ ეს არის იმ ვერსიის გამართლება, რომელთაც ეს სპექტაკლი საერთოდ დაიდგა. მე ახლა არ მაინტერესებს პრემიერ-მინისტრი იყო თუ არ იყო ცისფერი თუ წითელი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ზურაბ ჟვანი არის მოკლული. ასავალ-დასავალს ამისთვისა გამოქვეყნებული ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის ბობოქრობისას 10-ობით და ავიცი 100-ობით სტატია და ინტერვიუ. თავში გემატომას რას უშვებიან ბატონო? ეხლა ერთი თავში გემატომას რას უშვებიან? არა, ეხლა ერთი რაღაცა. ეგეც გაზმა გააკეთა თავში გემატომა? არა, ერთი რაღაც არის ეხლა მე ერთ რამეს ვიტყვი რა ამის შესახებ. დიახ. მართლა ეხლა ის ცისფერი იყო თუ არა, ეს უკვე უფალმა იცის და ჩემი არც ვარკვევ და რა ჩემი საქმეა, მაგრამ ერთი რაღაც არის ეხლა ჭკუით დატენილი რო იყო და ეს იყო კაცი რომელიც სინამდვილეში მართავდა მთელ სიტუაციას მაშინ. ხო, იმიტომ სააკაშვილი მაგიდასთან ვერ ჯდებოდა და ეს კაცი. ეს ფაქტია. მაგრამ მოხდა ორი ესე იგი დაპირისპირებული ბანაკის ერთმანეთთან შეხვდა შემოხლა და მე მგონი რომ მოკლეს იმიტომ ეგრე არ კვდებიან რა ეგრე არ იგუდებიან იმით მაგრამ ეხლა ის ტიტულები რო ეყარენ და რაღაცა ეს ვერ გავიგე რა არის მაგრამ ერთი რამეც არის კიდე მე მაგალითად თლად ვერ დავაბრალებ ამ დაცვას ყველაფერს თავისი პასუხისმგებლობა აიღონ იმ ხალხმა ვისაც ევალებათ ეხლა აი ეს დაცვა არ შეიძლება ამ დაცვის ეხლა გაჭყლეტო უბრალოდ რომ მიაწვე ეხლა ამათ შენ რომ გინდათ რომ თქვენ ახარ დამნაშავე ის არ ვიცი ეს დაცვა დამნაშავეა თუ არა მაგრამ თუ დაცვა როგორც თქვენ თქვით ამას ყველაფერს იმას შვება რა ქვია ხელს აფარებს სინამდვილეს და იმის მხარეს იჭერს ვისი მხარეს არ უნდა დაიჭიროს წესიერმა კაცმა და აკეთებენ იმას რომ გამოიყვანონ ეს გაზით გაგუდულები მაშინ ისინი არიან აი ყველაზე მაგარი დასაჯელი თუ ვინმე არსებობს ამ ქვეყანაზე ბატონო გივი ეს ორივე იყო ძალიან საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე სააკაშვილის რეჟიმის დროს ანუ მას მერე რაც მათ
ის ვერსია განამტკიცეს, რაც უნდა ნუ ხო, სააკაშვილს. გასაგები, ესე იგი მე რა დააწინა. უნდა და ეხა დაცვის წერს რომელიღაც რაიონის აქ თბილისი, ძველი თბილისი თუ რაღაც გამგებლის მოადგილეთ. მითხარით. ნუ ხო და მესმის, ესე იგი თუ ეგრეთი რამე, აი თქვენ რასაც ბრძანებთ. თუ ეს მართალია და ეს მარტო თქვენი აზრი ხო არ არის რა? უმრავლესობის ფაქტი არის, ხო. მაშინ ეგენი არიან ყველაზე ძლიერად დასაჯერები ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ манипуლირებენ ადამიანის ბედით, ადამიანის ესე იგი შეურაცხყოფის, ჯერჯერობით ამხელა შეურაცხყოფა არა, ტიტულებს რო დაყრიგ და ოჯახს რამხელა იმას აყენებ, რა ქვია, ტრამვას. თუ ეგრეა მართლა, ისინი ძალიან დასაჯერები არიან, მაგრამ ერთი რამეც არის ხალხში მუსლიმებს ესეთი ამბავი, ეხლა მე ხალხში ვარ და იზახიან რომ კი იყო ის რა ქვია, ეს ამბები, მაგრამ სპეციალურად მოკლესო. არა, მაგის დროს აკვდებიან ბატონო გიორგი. ხო და არა, მაგას გეუბნებით, მოკლესო, ცალკე ისო, ცალკე ეს, მოიყვანეს მერე და ერთად დაყარეს იმის გულისთვისო, რომ ესე იგი ეს ყოფილიყო დაფარული ყველანაირად და სხვა კუთხით წაეყვანათ გამოძიება. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით ჩემო კარგო, მაშინ ამერიკამ დიახ. დაუშვა უდიდესი, ესე იგი დანაშაული საერთოდ კაცობრიობის წინაშე. თქვენ ძახით ფებერიის დასკვნა. დიახ, ფებერიის დასკვნა, ფებერიის დასკვნა. ფებერი ისე არაკეთებს, დასკვნებს როგორც უნდათ. რა თქმა უნდა, იმათ ვიღაცა ეუნება, ხო სწორი ვარ? ხო და თუ ეს ფებერიის დასკვნაც არის ბლეფი, მაშინ ამერიკას შეერთებული შტატების მთავრობას უდიდესი დანაშაული აქვს კაცობრიობის წინაშე. ხო, მიშას ხელი დააფარეს. ხო, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლებოდა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენ, არამედ ცნობილია, რომ მოხდა გარჩევა სააკაშვილსა და ჟვანიას შორის და ამ გარჩევის დროს შემოაყრა. ვიცი, ამასაც ეს ხეც ხო გაგიგიათ. კი, გამიგია. გარდა ამისა, ეს ფებერიის დასკვნაზე რომ ვილაპარაკოთ კიდე და ცოტა ახალ ამ თემაზე შევჩერდით. ფებერიის დასკვნა რა საჭიროა, როცა ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ იმ ღამეს იქ გაზი არ იყო. ნუ ახლა რა ვიცი, თუ ეგრე იყო ყველაფერი, მაშინ ეს არის საშინელება. მაშინ ამათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს თავის თავზე და ამათ უნდა აგონ პასუხი ერის წინაშე. იმიტომ რომ ეგზე ადამიანის მიწასთან გასწორება, ტიტველად დაგდება, როგორც გინდა ყოფილიყო ის, სულ ერთი არავის არ აქვს უფლება იმისი, რომ გაამასხარავოს კაცი. მე სულ ვამბობ, მე პირველი მოწინააღმდეგე ვარ მაგათი. იმიტომ გაკეთდა, რომ ოჯახს მაინდა-მაინც არ აქტიურია. ხო, რო არის აქტიური. მე მის მეუღლეს, ჟვანიას მეუღლეს ვიცნობ. ეს არის ძალიან დაახლოებით იგივე ხელწერა, რაც გიორგი სანაიას ამბავთან არის. ხო, შეიძლება. აი, რაც შეეხება ჟვანიას მეუღლეს, მე ვიცნობ, არის ძალიან ჭკვიანი ქალი, ტვინით დატენილი. არის ძალიან გაწონასწორებული ქალი და რა თქმა უნდა, მაგათ იმუშავეს იმაზე, რომ ის მაინც ეროვნული ქალბატონია და იფიქრეს, რომ აი ამით და მართლაც გააჩერეს, თუ მართლა ეგრე იყო. არ ვიცი, ეს მარტო უფალმა იცის. ყოველ შემთხვევაში ეს საქმე რომ უნდა გამოიძიოს და ქვეყანამ უნდა იცოდეს მისი პრემიერ-მინისტრი. აუცილებლად, რა თქმა უნდა. თქვენ მოგწონდა თუ არ მოგწონდა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ის იყო უმაღლესი ხელისუფალი, რომელიც სხვათა შორის ახლობლებთან ამბობდა, რომ საქართველოს გაქცევას აპირებდა იმ პერიოდში. ეგეც ხო ცნობილი არის. დედამისა აქვს ეს ნათქვამი. ნუ ეხლა მე ერთი რამე შემიძლია დამოუვიდა ყელში ეს იგნორირება. ეგენი ხო ღამის მთავრობაში იყვნენ. ჟვანია იყო ცალკე, ოქრუაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი და ადეიშვილი დაждდებოდნენ ერთ პატარა იმაში, რა ქვია, კაბინეტში. და წვითავდნენ ღამე ერის საკითხებს. ეს პრემიერ-მინისტრი კიდე მოქისტული ყავდა ჩვენებურად პრობლემა. კი, ეგ მჯერა. ხო და ჟვანიას აღარ უნდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე და ისეთ საინტერესოა მისი ეს ხარშილაძე იყო მე მგონი ზუსტად რომელმაც ისარგებლა მისი ასე ვთქვათ გარდაცვალებით თუ კვლელობით თუ სიკვდილით წავიდა კანცელარიაში გააღო მისი სეიფი და იქიდან უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები არის დაკარგული. ნუ მაშინ ეგ მაგას მაშინ არის ისეც არ ამას ამბობს დაიჭირო ეგრევე. ამას ამბობს ძმა მიანო. გოგლა. და სხვაებსაც არაერთხელ უთქვია. ნუ თუ ეგრეთი რამეა და ნაღდია, რა თქმა უნდა, უნდა ამ საქმეს ჩვენ მივადენებთ საზოგადოება ჩვენს ყურადღებას და ჩვენ აუცილებლად უნდა მივახციოთ იმას, რომ გაიკვეს სიმართლე, როგორ რა ვითარებაში დაიღუპა ან მოკლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მეუფე მიტროპოლიტ ქრისტოფორესთან არის წამალაიძესთან ინტერვიუ ტიტო ჩუბინიძისა, რომელიც ეხება ყველაფერს, რაც ხდება ეკლესიაში და განსაკუთრებით ის არის, რომ
ნათქვამი აქვს, თუ ეკლესია მომათმავლებისა და სპეცსამსახურების აგენტებისგან არ გაიწმინდა, საქართველოს საშველი არ იქნება, აცხადებს მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე. ნუ ეხლა რა ისა მაღაზე ეს არის იმ შუქზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ამ 26 ივნისის შემდეგ, რომლის შედეგადაც შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დააკანონა ქვეყნის მთელი ტერიტორიაზე, მანამდე იყო 27 შტატში, ახლა სავალდებულო გახადა 50-ვე შტატში, ერთსქესიანთა ქორწინება და აქედან გამომდინარე არის ეს. ბატონო, გივი თქვენი აზრი არის? აი, მე ჩემი აზრი ეს ეხა, მე ამერიკაში ძალიან ხშირად ვარ, ამერიკელ ხალხს ვიცნობ და მე გეტყვით ერთ რამესო. თვითონ ამერიკელი ხალხი, უბრალო ხალხი, ეს არის საოცრად კეთილშობილების სავსე ადამიანები და ძალიან მორწმუნეები, სხვათა შორის და კათოლიკური სარწმუნოებაა იქ და წამთ ეს და სხვადასხვა სარწმუნოებიც არის, მაგრამ უბრალოსობა კათოლიკები არიან. და მათ ისეთი ოჯახები აქვთ, ვერ წარმოიდგენთ, აი ესეთი სუფთა, წმინდა, ისეთი ტრადიციულები. ხო ხედავთ რა მოხდა? აგერ იმის შტატის გუბერნატორმა კიდეც არის დახატული იქ, რა ქვია, სურათია მან. ასავალ. დიახ. ტეხასის შტატის გუბერნატორმა. ებოტმა. ვაშკაცმა, რაინდული სულისკვეთების კაცმა პირდაპირ თქვა, რომ მე ჩემ შტატში ამას არ დაუშვებ, იმიტომ ეს ღმერთის წინააღმდეგ წასვლა. ჩვენ როცა ეხლა წყალდიდობა რომ მოხდა, მე ერთი რამე ვთქვი, ნუ დაიწერა გაზეთში, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დაგვემართა, იმის გამო რომ ჩვენ ღმერთს დავცილდით. ღმერთს რო ადამიანი დაცილდება, გაუბედურდება. იქ ძალიან კარგად არის თქვენს გაზეთში, მე თქვენი მკითხველი ვარ. აი, არ ვიცი, რა გვარია ეს ქართველი კაცი წერს ესეთ რამეს. ამერიკა თუ ღმერთი. კითხვის ნიშანს სვავს. არნო ხიდირბეგიშვილის. ხო, არ ვიცი, რა ქვია და აზრი არა ვარ ვინა. ხო, აი ესეთ რამეს. ესეთი ალტერნატივა დადგა კი. ხო, ესეთი ალტერნატივა დადგა. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, აი ესეთ შეკითხვას რო დაისმევა კაცობრიობის წინაშე, ეს საშინელებაა, რა ყველაფერს მიწავარ, მაგრამ ერთი რამე, მე მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ამერიკის ნაღდი მაცხოვრებლები, ნაღდი ის ხალხი, ვისაც წამს ამერიკის მწამსის, მისი მომავლის, ისინი სულ სხვანაირად ფიქრობენ. ეს არის გლობალიზაციის უბედურება, ეს შემოხეული მასონური ჯგუფებისგან, რომლის ხელშიც არის უამრავი ფული. მთელ მსოფლიოს მათი ფული განაგებს. მთელ მსოფლიოს. მე მაგათ პიდარასტების ინტერნაციონალს ვეძახი. ხო, აუცილებლად და მე გეტყვით ერთ რამეს. მაფია ინტერნაციონალი. აი მე ახლა ჯორჯ ბაიდენის სიტყვები როა, მე რა მაინტერესებს, ეს ჯორჯ ბაიდენის ნათქვამია პირადად, აი მანდარი. ჯორჯ ბაიდენმაც თქვა და უარესი თქვა სახელმწიფო მდივანმა იმათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ კერიმ. ჯონ კერიმ, ხო? ჯონ კერიმ. რომელსაც პირდაპირ თქვა, რომ ამერიკაში მიღებული ეს დაშვება, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება არის მწვანე შუქი იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენ ეს გავავრცელოთ. ხო და აბა ეხლა მე თქვენ ეს გამოაცხადეს მეუკანალელთა ლაშქრობა, ხო იყო ჯვაროსნული ლაშქრობა, ახლა არის მეუკანალელთა ლაშქრობა მთელ მსოფლიოს წინაშე. აი პირდაპირ ვიტყვი, ადრე იყვნენ გულნატკენი მამაკაცები ბოდიში საზოგადოების წინაშე და ეხლა მთელ მსოფლიოში ტრაკნატკენები დადიან. მაგრამ გახარებულები, გულგახარებულები და ტრაკნატკენები. აი ესეა. და ადრე გულნატკენი მამაკაცები ვიცოდი, რაინდები. ჯერ ერთი რამე ავიღოთ, ინგლისის დედოფალმა. როდესაც ელტონ ჯონს სერობის წოდება მისცა, სერ. ელტონ ჯონ. ეხლა მე თქვა გეკითხები. ანუ რაინდის წოდება. რაინდის. ლორდ კამერტონი. რო გამხდარიყო რაინდი, რეები არ გააკეთა თავისი ინგლისის, დიდი ბრიტანეთის, ესე იგი, აი, გადასარჩენად მისი სიყვარულისთვის. ის საწყალი კამერტონი საბრალში 4-ხანჯე ამოტრიალდება. ეს პედერასტი, ელტონ ჯონი, უცბად გახდა სერი. მე ელტონ ჯონისთვის რომ მიეცათ 400 გრემი, ორვე ხელს ავწერდი. 500 ოსკარი, ორვე ხელს ავწერდი. რას აძლევ? ესე იგი შენ რას უკეთებ? დიდი ბრიტანეთის დედოფალო, შენს ახალგაზრდობას, შენს მომავალ-თაობას ეუბნები, რომ თქვენ თუ მეტრაკეები იქნებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თქვენ გახდებით სერების უყველა. სერები არა, მაგრამ ცისმერები ყველა გახდება. რაინდები არიან. კიდაც ავიღოთ ისა, რა ქვია, კანცლერი გერმანიის, რომ მივიდა თავის პიდარასტი, ისა, რა ქვია, ის რო გათხოვდა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი გათხოვდა. ცოლი მოიყვანა კაცი, მივიდა და მიულოც ამას უყურებს მთელი გერმანიის ახალგაზრდობა, მთელი მსოფლიო. ბერლინის მერი პიდარასტი იყო. ერთი რა მაინტერესებს. ამ კანცლერმა
როგორ უნდა მიმართოს ახალგაზრდას, პატარა ბავშვებს, რა მორალი უნდა წაუკითხოს? იმაზე დიდი მორალის დარღვევა კაცი რო წაგუზრდა, კაცი უშვება, არსებობს ქვეყანაზე რამე? ეს არის უბედურება კაცობრიობის. და საზოგადოება მე ვიტყვი, რომ აი ესეთი კანონებს ახლა იღებს სოფლებში, სიტყვა საზოგადოება არ გამაგროს არავის. საზოგადოება აღარ არსებობს. არსებობს ბრბო, ედარასებით სავსე. ცივილიზებული მსოფლიო ეგრეთ წოდებული. ცივილიზებული მსოფლიო. ეს თუ ცივილიზაცია ჩვენ არ გვინდა ასეთი ცივილიზაცია. მაგრამ ერთ რამეს გეტყვის მაო, მე ყოველთვის ჩემ გადაცემებში ვიზახი. მე მყავდა ბალეტმეისტერი, რომელიც იყო ეგრეთი ზუსტად. მაგრამ ეს იყო მორიდებული კაცი, რომელსაც ცხენოდა თავის აქციელის. ქორწინებას არ ოცნებობდა. არა, კაცოდა პირიქით და ახალგაზრდებს მიანიშებდა იმისკენ, რომ მე კი ვარ ავანტყოფი, მაგრამ თქვენ მოიქნებით, იყავით ვაჟკაცები. ეგრეთი იყო კიდე ბალეტმეისტერები, ჩემი მეგობრები ძალიან და თავის თავზე შაყირობდნენ. ამიტომ არავინ მათ არასოდეს არც შეხებია, არც შეურაცხყოფა მიუყენებს, საერთოდ არ ამწავს მე ერთი რამე. მე რა ის არის ჰომოსექსუალისტი. მე იმას როგორც ჩვეულებრივ ადამიანს ისევე ლაპარაკები, დაბადებისას დავპატიჟებ. ვიმეგობრებ კიდე ძმასთან, მაგრამ ძმაო, შენ მე ნუ დამიკანონებ ისა ცოლქმრობას, შენ პარადებს ნუ მომიწყო, იმიტომ მე კაცების პარადებს ხوار ვაწყობ და მეორე. საქართველოში ეხლა მე აუცილებლად ვფიქრობ ერთ ჩემ მეგობართან ერთად შევქმნა ესეთი საზოგადოება, უმცირესობა გვერქმევა ჩვენ, იმიტომ რომ მამაკაცები უმცირესობა ვართ და ჩვენ ყველგან ჩავიხედავთ აცი იმედის ტელევიზიის, რუსთავი 2-ის, პირველი არხი, თქვენი არხი, ყველა არხებში. იცით რა ხდება? თუ ერთი სიტყვა გაიღე და თქვი რომ არა ეს კარგი საქციელი არ არის, სამსახურიდან განთავისუფლებენ. ჩვენ აუცილებლად ეს საზოგადოება შეიქმნება. რომლებიც მიუხედავთ, ესე იგი ყველა ორგანიზაციებში როგორ არიან დისკრიმინებული უმცირესობა, მამაკაცები, უმრავლესობა არიან უკვე ეხლა ეგენი და დაგვიცვან ბატონო უმცირესობა ჩვენ. მერთმან უკნას ბატონო გივი მაგად განსაცავები გავხდეთ ეს ერთი, მაგრამ ჩვენ რო აქტიურად უნდა ამოვიღოთ ხმა და ამას ვაკეთებთ კიდევაც, ეს ფაქტია და ასე გაგრძელდება ახლა. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ რაღაც პოზას ვიჭერთ და ვის პოზა, რა პოზა, გული რამისამ გამისკე, შვილები მყავს. მუნდირის ღირსებას ვიცავ. როგორ გეკადრებათ კაცო? ეს უბრალოდ რა არის, იცით, აი ძალიან მარტივად რო ახსნათ. მე ის კი არ მაღელვებს, რომ რომელიღაც პედარასტის ქორწინებას ან მის, აქვია, სასიყვარულო ვნებებს არ მინდა ქუჩაში უყურო. ეს ცალკე საკითხი არის. მე ის მაღელვებს, რომ ჩვენ გვაქვს, ვისაც დაავიწყდა შევახსენებ და ვისაც ეს რაღაც მისტიფიკაცია გონია, კიდევ ერთხელ განუმარტავ. ჩვენ გვაქვს რუის ურბნისის კრების ძეგლწერა. დავით აღმაშენებლის დროს მიღებული. აი კიდევ ერთხელ ამ სპეციალურად ამოვიწერე ციტატები და გაზეთში და გამოქვეყნებულია პირადად თქვენი მონამორჩილი სტატია არის, რომ გვაფრთხილებს ეს ყველაფერი. რატომ მიიღეს რუის ურბნისის კრებაზე ასეთი ძეგლწერა და იქ მე-18 თავი ამ კანონი უფრო სწორად ეძღვნება სწორედ ამ მამათმავლობას. ანუ დავით აღმაშენებელმა რომ მოიწვია სპეციალურად ეს კრება, რომელმაც სხვათა შორის უნიშნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში. ეს მოხდა 1103 ან 5 წელს ზუსტად არიციან. ანუ ამის მერე შეძლო ქართველობამ რუის ურბნისის კრების მერე შეძლო ქართველობამ ძლევაი საკვირველი მოეხდინა დიდგორზე. და დავით აღმაშენებელი ამის მერე გახდა აღმაშენებელი. რატომ იცით? ღვთის კანონი და სჯული დაიცვა. ღვთის კანონი დაიცვა. აქ არის აღწერილი როგორ განადგურდა სპარსეთის რომის იმპერიები, იმიტომ რომ მათ მეფეებში და დიდებულებში გავცელდა მამათმავლობა. აქ არის აღწერილი ისეც, როგორ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და განადგურდა სომხეთის სამეფო, რომელიც მეფეებში და დიდებულებში ასევე გავცელებული იყო ეს სცენი. და დავით აღმაშენებელი და რუის ურბნისის კრება შთამომავლობას აფრთხილებს, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა, 10 საუკუნეა, ხო თითქმის. ეს დამანგრეველი ერის. პირდაპირ არის აქ მითითებული. აი წავიკითხავ. ამისთვის ვამცნებთ ყველას დიდსა და მცირეს, დიდარს და ღარიბს, მეფეს და მთავარს, აზნაურს და მდაბიოს, ღოდელსა და არამღოდელს. მოწესესა და ერის კაცს, მოხუც, ახალგაზრდა და შვახნის კაცს, ყველა თანამდებობას დას, ჯგუფს, ყველა ასაკს განუდგეს. ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს. დაუფიქრდით, ამ ყველაზე უფრო საძაგელ სიბილწეს. როგორ ეკადრებათ აბარა კაცო?
ხორცის სიყვარული ღვთის მტრობაა და ვინც გახწნის ღვთის ტაძარს, მას ღმერთი გახწნის და სოდომის და გომორის ამბავზე აქ ძალიან დიდი ადგილი წავიკითხე ყველაფერი საკითხული მაგრამ. ხო და მაყურებელმა ხო უნდა იცოდეს რა დაემართა სოდომს და გომორს. ვინა, მიწისგან აქ გავა. გოგირდის და კუპრის უბედურებაში თაინთქა ეს ქალაქი. ეს რეალური ის არის, მისტიფიკაცია კი არა და აი ამიტომ არ მინდა მე, აი თავიდან ნათქვამს დავაბრუნდები რომ ეს ყველაფერი იმიტომ კი არ მომწონს მე და იმიტომ მე ხამუშება რომ ვეღაცის ალერსია არ სიამოვნებს, თუნდაც გაგონილია ქუჩაში დანახული. ეს ჩვენ დაგვატყდება თავს. აბა ვის დაატყრება კაცო? აბა ვის დაატყრება? ეს უბედურება და ეს განწმენდა ჩვენ მოგველის და ჩვენზე იქნება გადასატანი და არ მინდა მე რა თბილისი და საქართველოს ქალაქები და სოფლები სოდომ გომორს დაემსგავსოს. ეხლა ერთ რამეს გეტყვი, აი ბოდიში ვიხდი, ჩემო ოქროს კაცო. მე აქ შეთა რომ მეორეჯერ მოვდივარ, იმიტომ რომ რაინთან მოვდივარ, ვაშკაცკაცა, რომელიც იბძვის, არა მისვინებს, მაო იბძვის, შენ გვერდში ყავს აი ჩუბინიშვილის მე ვკითხულობ ხოლმე, არიან მაგარი ბიჭები, რომლებიც პირდაპირ გამოდიან რა და ქართულ სულისკვეთებას და რაინდურ სულისკვეთებას აჩვენებენ. აუცილებელი არ არის 2 მეტრ მხრები კონდეს და მაგრად ჩხუბობდე. აი ამ ხელა შეიძლება იყო და ლომი იყო და 2 მეტრა იყო და კურდღელი. და კურდღელების ქვეყანაში ვცხოვრობთ ეხლა ჩვენ. გაუბედურებულ ქვეყანაში. ეხლა მე გეტყვი ეს რამეს. პრემიერ-მინისტრი როა ღარიბაშვილი. ჩვენი. ხო, მე ეხლა არავითარი არ ჩეხების წერტი რა არც ემიდა რომ ხოდეს ამ საქმე მე ეხლა ღარიბაში მე გივისიხარულიზე ვარ. ღარიბაშვილები წავლენ, მოვლენ 1000-ნი, გივისიხარულიზე ერთია, თუ იქნება. მაგრამ როგორც კი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე არ დაუშვებ ჩემს ქვეყანაში ამ საძაგლობას, მე ვარ ღარიბაშვილის კაცი თავით, ფეხებით, ხელებით და ყველაფრით, აზროვნებით. იმიტომ რომ მან დაიცვა ოჯახის სიწმინდე. რა არის ოჯახი ჩემი საქართველოა. და მან, ესე იგი, მას რო შვილები ყავს, უკვე ყველა შვილებს უთხრა, რომ ბავშვებო, დიდებო, პატარებო იცოდოთ, რომ ეს ეროვნული ღირსება, ეს არის მამაკაცი და ქალის ღირსება, რასაც მე არაფრით არ შევბილწავ. ქორწინება არის. რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის ნაერ ხალხს. ლევან ბერძენიშვილი ყველაზე საშიში პიროვნებები არიან აი ესეთი ხალხი როგორც ლევან ბერძენიშვილია. რატო? ის არის უზადოდ განათლებული კაცი. მაგრამ განათლება მიიღო იმისთვის, რომ მოსპოს თავისი ერის იდეალები. ეს არის აგენტი შემოგზავნილი საქართველოში, რომელსაც უნდა რომ ეროვნული ღირსება დაიმარხოს სამარადისოდ. ასეთები არიან ბუხაძეები, ძალად მწერალი, კარგად დაგიხატიათ მან უნიტაზზე რო ზის და ვითომ რაღაცებს წერს. მე პროზაიკოსი ვარ და პოეტიცა ვარ. ჩემი პროზა მთელ სოფლიოში რამდენიმე ენაზე გადათარგმნილი არის გავრცელებული და მოვიდნენ დადონ მაგათი პროზა და ჩემი პროზა დადონ. აი მთელი პროზაიკოსები ვინც არის და მე ვანახებ რა არის მწერალი. ეს მართლა უნიტაზის მწერალი. ეს დედის შეურაცხყოფელი ბურჭულაძე. აი იმ დღეს შევაფურთხე მე საქართველოს პირველად ბურჭულაძემ გაბედა და დაწერა დედამისზე რომ როცა ჯდება უნიტაზზე დედამისზე რომ იხსნება და აი ქართველმა ერმა რომ ეს აპატია მაშინ დავიღუპეთ ჩვენ. თავისი ქარუმიძეებით, ჩმარუმიძეებით და ამ საზიზროებებით. რა ხდება საქართველოში? მიდის მათი გაფეტიშება და უკვე ყველაზე ძალიან მძაქს ეს სვეცკი გოგოები. სვეცკი და არის დღეს ბოზინო ხარ. 200 ქმარი რო ყავს გამოცვლილი, მაშინ აქცემენ პატივს. ეს ბოდიში და ხურუშიანი ბიჭები. მაგრამ ვაშკაცი ბიჭები ვინც არიან, იმათ ვენაცვალე მე. ვისაც ქართული ოჯახები უნდა პატიოსა გოგოებს ეძებენ. ესენი ბოზებს ეძებენ. ეთქობა არ შეუძლიათ არაფერი და ასჯერ ნახმართან უფრო მივლენ. ხო და აი ესენი ქმნიან დღეს ეს სვეცკი ქალები. სვეცკი კი არა, დღეში 8-ჯერ უნდა წემო. და ეს გენდერული თანასწორობა, რის გენდერული ოჯახში მამაკაცი უნდა ყოს და თუ მამაკაცია ნაღდი ოჯახში, იმას არც სოლის შეურაცხყოფა მოუწევს არასდროს. და არაფერი, იმიტომ ის თავის ადგილზე ის, როგორც კაცი და ქალმაც იცის მისი ფასი და იმ ქალის გულისთვის ეს კაცი თავს გაწირავს, თავის სოლის გულისთვის. და არა ეს ხურუშიანები დღეში რომ ალჯენ წინდებიან და მოყავთ და თუ სხვისი ნახმარი არ არის, ალჯენ არ მოიყვანს, იმიტომ რომ სიცხვილია დღეს. უნდა გამოცდილი იყოს, ასე ვთქვათ. გავლილი ქონდეს ის რა ქვია. ხო. ეტაპები, ასე ვთქვათ. Skype-ი შემოვიყვანოთ, მოდი აბა. ძალიან გამარჯობათ. გამარჯობათ. გაგიმარჯობა. ბატონო გივი. ნამდვილად ქართველი ვაშკაცი ბრძანდებით.
ჩემი სათქმელი ყველაფერი, აი რაც თქვენ თქვით, იგივე უნდა მეთქვა მეც. აი რო თქვენ ეს ყველა არ გეთქვათ, მეც იგივე უნდა მეთქვა. მართლა დღეს ქვეყანაში რატომ არის ეს ამბავი? იმიტომ რომ ბოზებსა და გეებს მიყავთ პარადი. თქვენ იცოდეთ რომ საქართველოში რამეს რომ მიაღწიო, ან ფეხი უნდა აწიო, ან ტრაკი უნდა გაიშვირო. ეს ასია. პარლამენტში კარგით, გასაგებია. მოიც მოდით ასე ვთქვათ, პარადი მიყვავს ჩვენ და არა ბოზებს და ვეღარ მიყვავს ჩვენ პარადი, აი მაშინ ეს ის არის, მაო. მე შენ რატო გეუბნები, შენ ყოველთვის მეჩხუბები ხომ, მე რო გეტყვი, ერთიებში. შენ გმირი კაცი ხარ მეთქი და ჩუბინიშვილს გეუბნები იქიდან რაღაც გვარი როა მე. ჰა? დიტო ჩუბინიძე ჯაბახუბუაზ. ჯაბახუბუაზას გეუბნები, თქვენ მეთქი ვაშკაცები ხარ, შენ მეუბნები, არა ჩვენ. როგორ არა ხარ ძმაო, თქვენ იცით რა მდინარეს დაუპირისპირდით? აი თერგი რომ მორბის და ხრიალებს აი ესე. და თქვენ საწინააღმდეგოდ მიდიხართ ერის გადასარჩენად, ერის მწამსის, ადამიანობის გადასარჩენად, უბრალო ადამიანების ელემენტარული და თქვენ ძმაო დღეს თუ ხარ წაგლეკავენ, ამიტომ მე ვეუბნები მთელ საქართველოს ხალხო, უნდა დაუდგეთ ესეთ ხალხს გვერდში, რომ ჩაკეტილ ხართ თქვენ ოჯახებში და ვაი ეს რა ხდება? უნდა შეიქმნას ორგანიზაციები, რომელიც ამის წინააღმდეგ იბრძოლებს. ეგრე არ არის ძმაო. ამას ყველაფერს გაკეთება უნდა. ეგრე ნელ-ნელა ხო ხედავთ რას გვიშვებიან. მე 71 წლისა ვარ. გინდა ხვალვე ჩამაზაღლონ, ფეხებზე მკიდი რა. ვაფშე არაფრად არ მიმაჭირა ჩემი სიცოცხლე. თუ ვიცოცხლებ ისევ ჩემი ერის გულისთვის, რომ ჩემი საქართველო მიყვარდეს და საქართველოში რაინდები გამეზარდო და ლამაზი წინვალე გოგონები. გაგიმარჯოთ. მოდი მობილური გვირეკავს შემოვიყვანოთ. ბზანეთ. მოგესალმები ბატონო გიორგი, მივესალმები თქვენს სტუმარს და უერთები ბატონი გივის აღშფოთებას. ეს უბედურება რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა შევქნათ ერთი დიდი ეროვნული გაერთიანება, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, ვისაც საქართველოს ტკივა და ესენი ავირჩიოთ მომავალ პარლამენტში. ორი ბრძანები, არა, პარლამენტი არ აუშავს. აი თავარი ეს შეიქმნას ეს ძანდება და არა არ იქნეს პარლამენტში არჩეულია ეგრეთ წოდებული რესპუბლიკური პარტია და უფრო სწორად რომ ვთქვათ, აი ბერძენიშვილების ჯგუფი. არავითარი რესპუბლიკური მაგენს არ ქვია, ესენი არიან ბერძენიშვილების ჯგუფი და იყოს კანონი კიდე მიღებული იმისი, რომ ვინც არ შეასრულებს ქართულ საქმეს, გამოწვევა შეიძლებაოდეს მისი პარლამენტიდან. ვადლობთ. ორი ბრძანები. გაგიმარჯოთ. სხვადასხვის ასეთი მსგავსი რა, ასეთ სულისკვეთების რაღაცა პირადად მე დამიწერია კიდევაც და რა ახლა გეტყვით ბატონოგივი საინტერესო იქნება ეს თქვენთვისაც. ტესტია. აი ტესტია პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც აპირებენ ქვეყნის სათავეში მოსვლას და ხელისუფლებაში მოსვლას, ძალიან მარტივი ტესტი უნდა ჩააბარონ. თავი გავანებოთ ენა, მამულ სარწმუნოებას, მოდი ეს ცოტა რთული ფენომენი არის, პირდაპირ კითხვას ვსვამ. ემხრობი თუ არა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას. რა თქმა უნდა, გასაგებია. ეს არის ტესტი. აი ამ კითხვაზე პასუხი ნიშნავს იმას და ქართული ხალხისთვის გასაგები იქნება ის, რომ ვინ უნდა აირჩიოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მინიმუმ 90% არის მართლმადიდებელი მორწმუნე. შეიძლება ვიდაოთ როგორი მორწმუნეა, რამდენად კარგი მორწმუნე, მაგრამ არის მორწმუნე, რომელიც აღიარებს ეკლესიის ავტორიტეტს. აღიარებს აი ამ ქართულ ტრადიციებს, ხო? ყველაფერი იმას, რაც ჯაჭვად არის ქსოვილის პერანგად, ჯაჭვის პერანგად შემოქსოვილი საქართველოს ასწლეულების განმავლობაში. ამ 90%-იან წარმომადგენლობას მოსახლეობისას ხო უნდა ყავდეს მინიმუმ 90% წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. და რატომ არის პირიქით, როცა 3 და 2%-იანი პარტიები არიან საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი მართველებად, ყოველგვარი ეროვნული სულისგან დაშლეტილები და პედერასტების დროშებით მორბენალები ამ პარლამენტში საჯაროდ, ხო არაფერს არ ვიგულებ. საჯაროდ აბარაკაც. ხო და რატო არ არის წარმოდგენილი იქ ქართველი კაცების, ქართველი ტრადიციული ღირსების მქონე კაცების და ქალების წარმომადგენლები, ხო? ეს ხო უნდა გამოსწორდეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები არის აბსოლუტური უმრავლესობისა უგულებელყოფილი, ხო? და ჩვენ თავს გვაზის ბოდიში და მეტრაკეების და მეუკანალების დამცველი უმცირესობა. ესე არ მოხდება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით და რესპუბლიკელების და სხვა ლიბერალების ბოგინი საქართველოში ერთხელაც სამუდამოდ დასრულდეს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ გიგაურს არ მოსწონს ბერძენიშვილი და ხიდაშელი.
იმიტომ რომ ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს რეალურად წარმოდგენილი პარლამენტში. აბარა კონსოლიდაცია ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება უნდა ქონდეს, როგორც არასდროს ისე გვჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის დღესდღეობით საქართველოს ყავდეს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქვეყანა განადგურებისგან, სულიერი განადგურებისგან, გლობალიზაციისგან იმ მომენტში და იმ ასპექტში, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მეტრაკეების ლაშქრობას, ჯვაროსნულს ეგრეთ წოდებულ ჭალში. სუფთა. ეხლა მე რა მინდა ვთქვა? დიახ. მე ვინმე რომ მითხრას რომ რა ქვია უნიჭერესი კაცი არ არის სააკაშვილის სიცილის მოკვდები, მაგრამ რაში გამოიყენა მან ეს თავის ნიჭერება? თელმა მსოფლიომ ნახა, ხო? ნიჭერება რა არის? როცა შენ საქართველოს, შენ სამშობლოს გამოადგები, ხო? ფასეულობა როცა შექმნი ფასეულობას. ეხლა მეორე. ჩემო კარგებო. ბიზინა ივანიშვილთან იმდენი ჩემი მტერია მოკალათებული, რამდენიც გინდა ის, აი უნიჭო მწერლები, აი ძალიან უნიჭო პოეტები და მწერლები. რა თქმა უნდა ბიზინა ივანიშვილთან მე არასოდეს კავშირი არ მექნება, იმას ჩემს მიმართ სიმპათია არ ექნება და არც მე მაქვს მის მიმართ სიმპათია. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ. როგორც გინდა იყოს, ბიზინა ივანიშვილმა ორი ისეთი საქციელი ჩაიდინა, რომლითაც გადაარჩინა საქართველო. ერთი რომ ეს ნაციონალური მოძრაობა, მკვლელების ორგანიზაცია მოაცილა ერთს და მეორე, ჩემი მეგობრების უამრავი მამები, დედები საოპერაციო მაგიდებზე დარჩენ იმის გამო, რომ ფული ვერ გადაიხადეს. გამიგეთ ოპერაცია, უთხრეთ რომ ვერ გაიკეთებთ ოპერაციას. ორი დიდი საქმე გააკეთა, ესენი მოგაცილათ ხალხო და გადაგარჩინათ სიკვდილს და უბედურებას. ეხლა მესამე რა არის? ნუღარ შეაცქერდებით ხელში ამ ივანიშვილს. ივანიშვილმა მილიარდები რო იშოვა, იმისთვის კი არ იშოვა, რომ ჩვენ ჩაგვიდო ჯიბეში. მაგრამ ერთი რამეა, მთავრობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც ერის ინტერესებს დაიცავდა, ჩვენი პარლამენტი თავის ჯიბის ინტერესებს და პედარასტების ინტერესებს იცავს. აი ამაშია უბედურება მთელი. და თუ ეს არ გამოსწონდათ სწორი ბრძანდებით, აუცილებლად უნდა შეიქმნას პირველი მე ჩავდგები მათ რიგებში. უბრალოდ ჯარისკაცად. გივი სიყარულიძეს, რომელსაც არც დეპუტატობა მინდა, არც ის და არც ეს, ჩემი ერის გადარჩენა მინდა. თუ შეიქმნება ესეთი ორგანიზაცია, მე პირველი ვიქნები აი იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც დღე და ღამე ქუჩაში, სიცივეში, თოლში, წვიმაში ვივლი იმ აი ქამდაგებლად, რომ ერი გადარჩეს. და ბოლო, ერთი რამე მინდა ვთქვა. არის მე კარგად იცი რომ გადაცემა მიმყავს ტელევიზიაში, რომელსაც ქვია თბილისის უკანასკნელი მოჰიკანები, ამლეთ გეგიასთან ერთად ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარესთან. მე ჩემ გადაცემებში აბა ახლა წარმოგიდგენიათ ჩვენ სხვა ტელევიზია ვართ ობიექტივის სხვა ხო და რას ვამბობ ხალხო ახალგაზრდებო მოზდილო თაობავ უმფროსო თაობავ ჩემი ხნის ხალხო გთხოვთ ყოველთვის ჩართეთ ობიექტივი და უსმინეთ ეროვნული იდეებით ახსავსე უნიჭიერეს გენეალოგიურად აი როგორ სიცით ქართველს თარხან მოურავს რომელიც ქადაგებს ერის ისტორიას და ეროვნულობას. მე მგონი თქვენ ამაში მეთანხმებით, არა? და მე ვთვლი რომ აი გინდაც მათი პარტია სადაც იქნება. იმიტომ რომ ვიცი ის ირმაც რას ქადაგებს ის გოგო, ის მებრძოლი გოგონა ყველგან მივალ და ხალხში ვიტყვი, ხალხო აი 200 მილიონი კაცი ვედგება, ხალხო დაუჯერეთ ამათ. იმიტომ რომ აქ საქართველოს სიყვარულზეა ლაპარაკი. შენ თუ ჩემი საქართველო არ გიყვარს მე შენ არ მიყვარხარ, რაც გინდა გამიგეთო. მაგრამ შენ თუ ჩემი საქართველო გიყვარს, ჩათვალე რომ მე შენი ვარ. თავიდან ფეხამდე როგორც ახლა ვაცხადებ, რომ ღარიბაშვილი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, არც მჭირდება და არც მინდა რომ ვიცნობდეს საერთოდ. მაგრამ გეუბნებით, რო დაჭირდეს ახლა მაგას, მარტო იმ ფრაზის გულისხმის, რომ საქართველოში ამას არ დაუჭებო, ფეხით, ხელით, გულით, ყველაფრით ვიდგები მის გვერდში, რომ ეს რომ გადავეფარები, იმიტომ მე გადავეფარები საქართველოს გადარჩენას. ამ კუთხიდან. კი ბატონო. მობილური შემოვიყვანოთ და ბატონო გივი იმის თქმა რომ მე ამას არ დაუშვებ ძალიან კარგია, მაგრამ იმის გაკეთება რომ ეს არ დაუშვათ შესაბამისი იქნება კონსტიტუციური ჩასწორება, თუნდაც თქვა რეფერენდუმის მომზადებაც კი რეფერენდუმი უფრო უპრიანია. ძალიან კარგი იქნება, სადაც განიხილება ერთადერთი კითხვა, საქართველოს მოსახლეობა უპასუხებს ერთმარტივ კითხვას, ემხრობით თუ არა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას საქართველოში. მორჩა გატანა. გაიხარეთ. მობილური შემოვიყვანოთ. გისმენთ? მე მგონი ალო. ბრძანეთ გისმენთ. ალო, გამარჯობათ. მოგესალმებით სულ ყველას.
ყველა ძალიან დიდ პატივს მით უმეტეს ბატონი გივის წინვალე პიროვნება. მე უბრალოდ ერთი რამე მინდა თქვა, ყველაფერში ვეთანხმებ ბატონ გივის და თქვენც გეთანხმებით, მაგრამ ამ ხალხმა ვერ გაიგო ერთი რამე, რომ ღმერთმა შეიძლება ბევრი რამე აპატიოს ადამიანს, მაგრამ სოდომ გომორობას არასოდეს არ აგაშენა ღმერთმა. აი თქვენ რა გონიათ ის ვერარო დინარე ვერერო ადიდდა რატომ გააკეთა აი ზუსტად იმიტომ დაგსაჯა ერთხელ კიდე მოგცა მან ჩვენ ნიშანი რომ მოვიქცეთ ისე როგორც ღმერთს უნდა არ უნდა ღმერთს არც ერთსქესიანობა არც ჯანდაბა და არც დოზანა რაც ჭირდება რაზეც გითხრა ღმერთმა რომ ესე მოიქეცი მოგცა 10 მცნება ღმერთმა კი ბატონო ბევრი ვერვა დიდი მადლობა აბსოლუტურად გეთანხმებით აი აქ წეღარო ლაპარაკობდი რუის უბნისის კრების ძეგლის სერაზე აქ არის უბრალოდ მოყვანილი კიდევ ერთი ციტატა დაბადებიდან ასე ვთქვათ როცა ღმერთი ა ブラ ამს ეუნება სოდომის და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები პირადად დაინტერესდა მაგით და რაც დამართა მე სოდომს და გომორს ეგ ყველა ვიცით და ასე რომ ამ საკითხებს ნუ ეთამაშებით ეს ვაჭარაძის უკანალი კი არ არის მხოლოდ იპრეალებს თუ არ იპრეალებს ბოდიში ამ შედარებისთვის და ნატურალიზმისთვის ამას ჩვენი შვილების მომავალი აქვს პირდაპირ გადის ამაზე და ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ჩვენი თავი უნდა დავიცვათ ჩვენი ტრადიციები აი მე თქვენ გთხოვთ რა ჩემო ვაშკაცო კაცო რომ ადექით რა შექმნით ეს მოძრაობა რა სადაც მე პირველი ვიქნები თქვენს გვერდში ის კაცი რომელსაც არაფერი არ მინდა ხო მე ხო არა ვარ 71 წელსისა ვარ მე რა მჭირდება არაფერი საქართველოს სიყვარული მჭირდება შექმნით ეს მოძრაობა დავდგები თქვენ გვერდში დღეს დაღამე თქვენს გვერდში ეხლა მე რაღაცას გეტყვით ერთი რამით ბედნიერი ვარ მე ეხლა არავითარ პატივს არ წემ ამ კავშირებს და რაღაცებს გინდა წერათა კავშირში უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიყავით ამას სიძვევის დროს. მე მაყვალა გონაშვილის დროსაც. მე წამოვედი მიუგდე ის რა ქვია ნაგლეჯი ქაღალდის მაგათ და წამოვედი იქიდან. ეხლა მე რა მინდა გითხრათ. არც ერთი კავშირის არ მწავს, მაგრამ ერთი რამე ეხლა ბედნიერი ვარ რითი. აი ეხლა რო უყურებ ჩოხაში გამოწყობილ პატარა ბიჭებს და გოგონებს შაცმულს სხვადასხვა ნაციონალურ ტანსაცმელში და ფესტივალები რო იმართება რო არის ცეკვა, თამაში, მათ გამწყინებულ სახეებსო უყურებ, მათ ვაშკაცურ შემართებას, ხო? ბედნიერი ვარ. ჩემ ერთს გადაარჩენს ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა, რატო იცი, როგორც გინდა სხვანაირად აღზარდონ, მაინც ის ჩოხას რო იცავს, უკვე იმან იცის, რომ ამ ჩოხის შიგნის პასუხისმგებლობა მამაკაცის. შეესაბამება. გამიგეთ, ხო რა შეასაქმე. და ბედნიერი ვარ და როგორც კი მოისმობა ეს ყველაფერი და გადავალთ მარტო იმ ცეკვებზე, რა ქვია, აი ესე რო ათამაშებენ. პროფესიონალი რამის, მაგრამ აი მაგ ცეკვებზე რო გადავალთ, დაღუპულია ჩემი საქართველო. კი ბატონო, კიდევ ერთი მობილური შემოვიყვანოთ, ეს იყოს ბოლოზარი თავდება გადაცემა. ბძანეთ. მოგესალმებით. ძალიან მიხარია გიგის სიხარულიძეს ასეთ აღშფოთებულს რო ვხედავ და ბედნიერი ვარ ნამდვილად ისე და თქვენ ვიცნობთ და ვიცით თქვენი პოზიცია, მაგრამ გიგის სიხარულიძესთან არ ველოდი ამას. ეხლა რაც შეეხება ღარიბაშვილზე რომ თქვა, თუ არ ვიცი ახლა ღმერთმა აპატია თუ ცოდვას ამბობ, მაგრამ თვალებში მათაც ხარ გვაყენებს ღარიბაშვილი და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად და დროულად უნდა დანიშნოს რეფერენდუმი. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თვალებში ქართველი ერისათვის თვალებში ნაცრის შეყრა. დიდი მადლობა ქალბატონო, ქართველი ერისთვის თვალში ნაცრის შეყრა, მაინდა-მაინც უხიფათო საქმე არ არის, მინდა გითხრათ. ძალიან საშიში საქმე არის ქართველი ხალხისთვის ნაცრის შეყრა, მით უმეტეს რომ ჩვენ უკვე ამოგვივიდა ყელში განვლილი 25 წლის განმავლობაში ძალად ქართული და ვითომ ქართული მმართველობები და ასე შემდეგ აღარ გავიხსენებ ახლა სახელებს, გვარებს და იმებს. გვეყო მე ჩემი მთელი ახალგაზრდობა უყურებ ამას როგორ ჯიჯგნიან ჩემს სამშობლოს. მაშინ როცა ჩვენ შეგვეძლო ეროვნული სახელმწიფო აგვეშენებინა და ეროვნული დღეს ამაზე აღარ ვილაპარაკებით, უკვე პედერასტების კანონი მიიღო თუ არ მიიღო. იმიტომ გამორიცხული იქნებოდა ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდა ჭეშმარიტად ეროვნული ძალები. გავანებოთ ამას თავი. გაზეთში უამრავი საინტერესო რამე არის, ბევრი ინტერვიუ არის, რომლებიც ჩვენს დღევანდელობას, ცხოვრებას და პერსპექტივებს ასე ვთქვათ ასახავს. მიტროპოლიტ ქრისტოფორეს
ინტერვიუზე მოგახსენეთ, რომელიც დიდო ჩუბინდის კალამს ეკუთვნის, რომ პირდაპირ მოითხოვს რუის კრების ერთგვარ თანამედროვე ვარიანტს. თანამედროვე ვარიანტი. იმიტომ რომ ეკლესიაც და საზოგადოებაც იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენ გვიდგას და ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები. უმნიშვნელოვანესი გამოწვევები. უნდა იყოს ჯანსაღი ეროვნული წმინდა ძალა, როგორც ერში, ისე ბერში. სხვანაირად არ გამოვა ეს საქმე. თუ ერიც წოდავს და ბერიც წოდავს, მაშინ დაღუპულები ვარ. ვისაც ჯიპები უნდა, ის წავიდეს ბიზნესში და ვისაც ღვთისმსახურება უნდა, ის უნდა იყოს პურზე და წყალზე. და არ უნდა ამას ზედმეტი ის, რა ქვია, გარჩევები და გამორჩევები მიუხედავად მიხვდება ყველაფერს. და ღვთისმსახურება არის თავგანწირვა. განკიცხულში როა, განკიცხულში, კაცო, ეპისკოპოსი ვირით დადის და ის რომ მოპარავს იმ შანდლებს და იმეებს და რომ დაიჭერს პოლიცია, ჟანდარმერია მიიყვანს და ეუნება არა კაცო, ვაჩუქეო და კიდე ოქროს იმეებს გაატანს, რა ქვია. იმას რა ქვია. კოვზებს. კოვზებსაც მისცემს, ეს დაგჭა შვილო და სამუდამოდ ხაცი გახადა თავის აქცენ და ჩვენთან ზოგი მღვდელი ჯიბი და რა მოკპაროს და მეუფე იმას ფიქრობს. ხო. და ამ დროს არიან ძალიან წესიერების, რა თქმა უნდა. და მათ აი სოკრატედან დაწყებული და აგერ ნარიხალაძე როა კიდე ჩემი შვილის მოძღვარია დამავიწყა მისი საბურთალოზე მღვდელია იმათ ფეხებს დავბან, იმიტომ რომ წესიერი ხალხია, ეგეთი რამდენია. გასაგებია, მერთმა დავიფაროს რომ არ იყვნენ ასეთები. რამდენიც გინდა ეგეთი პატიოსანი მღვდლები არსებობს და მეუფეებიც. აი იაშარ იუსუპოვის ინტერვიუ აქეთ ხამიცაშვილის კალამს ეკუთვნის, რომელიც პირდაპირ ამბობს ამერიკაში ჩემი შვილის ცალი ფეხსაცმელი გაიგზავნა, იქიდან კი ორი დაბრუნდაო. რაულ იუსუპოვის მამა ამბობს ამერიკაში გააგზავნეს ჩემი შვილის ერთი ფეხსაცმელი და იქიდან ორი დაბრუნდა. რას ნიშნავს ეს? გასაგებია, ნუ ექსპერტიზისთვის გააგზავნეს და დაუბრუნეს ორი ცალი, ხო? ვახტანგ კომახიძის ძალიან საინტერესო ინტერვიუ აქ ეთევა ხამიცაშვილთან ისევე. ჯერ ესეთი ეს გოგო ვინ არის, ეს გათახსირებული. რომელი? უს პარლამენტში კი არა, თავი უნდა გაუჭეჭო, მაგივი სიხარულზე გეუნები შენ არ რანარი ქმარი ყავს, არ რანარი შვილები ყავს. ვიღაც რო აი მანდრო რო უჭერს მხარს ამ იმას, რა ქვია, მაწერია კიდე. თამარ კორძაია? ხო, კორძაია თუ არ ვიცი, აი რაღაც გვარია, რო ეს აი იმის, რა ქვია, დევდარიანის იმაში წერია ეგად. ხო. რო ეს არის მშვენიერი და უნდა იყოს პედარასტი საქართველოში. პირველი თავი შვილები იყოს მაშინ ეგრეთი ღმერთმა დაიპარო. ხო, იქნება ალბათ, კაცო, ეგ არის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. წარმოიდგინეთ ბედის ირონია. ნახალოკის ნახალოკა ვაშკაცებით იყო სავსე, დაწყებული ლეო ახვლედიანი, გიორგაძე, ონკერა, ჩემის მაკაცები, კაჭია, კაცობის ის იყო რა ეგ. რა ქვია, პატარა ინსტიტუტი. და აქედან წამოსული ვიღაც მასხარა. საზიზღროება, ესეთ რამეებს იწაკის. არა, მე უთხარ, მე 10 სკოლა მაგ დამთავრებული, ნახალოკელი ვარ. ხო. უთხარი მაგ ნახალოკელს, მაგრამ სამწუხაროდ იქ რაღაცები მოხდა მე. ვიღაცებს ძალიან უნდა თამარ კორძაიას შეშვება პარლამენტში. შენ მეგრელი ხალი კორძაია, მეგრელი ხალებზე გიჟდები სულ. მამამის რა ქვია, იცით? რა? სტალბერი. სტალინი და ბერიას რა. ხო, ეგეთი შვილი რო ეყოლება მე როგორ უძლებს. რაუბედურება ეს, არასწვენია, ერის წინაშე. ნამუსი არა აქ და სიცხენი ამ ქალს. ხო, მომავალ პარლამენტში როგორ არიჩევენ მაგასაც ვნახავთ, მაგას და მაგისტანებს. აი, უნდა გამოვიდეთ, ამიტომ უნდა შეიქმნას მოძრაობა, სადაც მე ვიქნები აუცილებლად ჯარისკაცად და უნდა ვიბრძოლოთ. ესე მარტო ლაპარაკით არაფერი არ გამოვა. ძალიან საინტერესო სტატიებია ჯაბა ხუბუასი, არ გაიკაროთ ბატონო პრემიერო, აქ ლაპარაკია ლევან მურუსიძეზე, ეს კოტე კობლაშვილის იმაზე, რა ქვია, ერთ-ერთ ჯალათზე, მოსამართლეზე, რომელიც ახლა ცდილობს, რომ ხელისუფლებას შეუძლეს და იუსტიციის საბჭოს, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში რაღაც შევიდეს და გამოვიდეს. ყველა ძალიან მეც რა არ მინდა, ახლა ცოტა დრო გრჩება, რომ ოცნების მესვეურები ოცნების ხელისუფლება ისე არ მოიქცეს, რომ ნაციონალური მოძრაობის ფილიალად გადააქციოს საკუთარი. ნუ რა თქმა უნდა, ეგრებედის დღეს ოცნების პარლამენტი არის ოცნება უმრავლესობა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ნაზავი ხალხ, რაც ვერ დაგუმართეს. ნაციონალება იმას გმართავენ ეკლესია, ყველაფერს გვიკეთებენ, მაგათ საპატივცემულო და მაგათ გასახარად. იმიტომ რომ მაგათ უკან კარგად იცით ვინც დგას. და საიდანაც იმართებიან ეგენი. სააკაშვილის მორიგი, ასე ვთქვათ,
ნარკოტიკული რანდევუ გამოქვეყნდა უკრაინის ტელევიზიებით გადაღებული კადრებია, იცით ალბათ ნახეთ. პრინციპში საიდან იციან ახლა ჩვენმა ტელემახურებლებმა რუსთავი 2 ამას არაჩვენებს და მოკლედ ოდესაში გუბერნატორი სააკაშვილი ერთ-ერთ პრეზენტაციაზე იქცეოდა ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა მახათას მთაზე გემახსოვრებათ ის კადრები, სადაც ნარკოტიკებით გაბრუებული და გაბიშვინებული პატრიარქის სავალძეში ჩავარდა პირდაპირ. ზუსტად ერთი მაგრამ ერთი რამეა, ჩვენ ერთი უბედურობა გვჭირს. ყოველთვის ადამიანმა თავისი მტერი უნდა შეაფასოს. ის ვინ არის, კაცო? ის ამ დროს ვინ არის და დედას გიტირებს. უნდა ვიცოდეთ, რომ სააკაშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი და ძალიან საშიში პიროვნება. ისე რომ სააკაშვილის ესე ხელის წამორტყმა, ეგრე არ არის ძმაო, ის არის ძალიან ძლიერი. ხო და ამ ძლიერს ძლიერები უნდა დაუპირისპირდნენ. რო უყურებ ერთხელ გრიგოლიამ მოიწვია იმაში, რა ქვია, თავის განაცემაში, ბოკერია. ბოკერია? აი მისმინე ხო ბოკერია იმაში, აი ესე აჩვენებდნენ. ჩაჩოში რო ხო და დანარჩენები კიდე ეს ხაჭაპუჭა, აი ეს რა ქოსები თუ რაც ეძახიან მას? ქოცები ოცნება. უნდა გენახა პატარა ლეკვები ვიტყავდა იმას რა ქვია? ბოკერიას, იმიტომ ის პოლიტიკურად 100 თავით მაღლა იდგამაზე. გრიგორიებად ჩვენ რა თიცით ვინ მოიწვია და რისთვის და მასხრები გახადა მთელი ოცნება. ჩემო ოცნების მართველო დიქტატ ვინც არაერთუდი ვინც ახალ ცოტა აზზე მოდით. მარტო იმით რომ ვიღაცა ტაშ გიკრავდათ, დეპუტატებად ნუ გახადეთ. ჭკვიანი ხალხი ჭირდება და ეროვნული. და ხალხი რომელიც საქმეს გააკეთებთ, მასხრები შეყარეთ, მასხრები და უვიცებით არის სავსე თქვენი პარლამენტი. აი თუ გინდათ სიმართლე. ბატონო, გასაგები აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა ბატონო გივი, ოღონდ ერთი ნიუანსია მან განსხვავება, რომ სააკაშვილი გენიოსი და ტვინით გადაპენტილი ყოფილიყო და ბოკერია ესე ადვილად და ესე წიხლის პანღურით ქართველი ხალხი სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ხო? და სააკაშვილის ხათაშვილის ისეცა აქ ნათქვამი, არ მინდა ხა თვით რეკლამირება გამომივიდეს, რომ საქართველოსთან გაქცევამდე რამდენიმე დღით ადრე ტელევიზიების თვალწინ აქ ნათქვა. აი იქიდან რა ქვია, დიღმის რეზიდენციიდან ბანკები რომ მოქონდა კომპოტით სანდრასთან ერთად, მაშინ ტელევიზიებმა რო გადაიჭრა. კურდღელსო დაძდევდა, საკუთარ კურდღელს იქ ხო, მაშინ თქვა, რომ ჩვენ დავმარცხდით, იმიტომ რომ ხალხმა დაუჯერა ასავალ-დასავალის პროპაგანდასო და ასავალ-დასავალის პროპაგანდას კი არ ისა დაუჯერა ხალხმა. თავის გაუბედურებულ მდგომარეობას. რა მდგომარეობაში ჩააგდეს აი ნაციონალებმა. ეხლა კიდე გეუნები რომ აჟენუარაში ჩავარდებით, აი ამ უვიცი, ესე იგი პარლამენტის და მოღალატე პარლამენტის ხელში. ხო, მაგრამ ისევე როგორც საქართველოში ვერ ეღირსებიან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ამას ვამბობ სრული გარანტიით, არა იმიტომ რომ მე მინდა ეს ასე იქნება. ისევე ვერ ეღირსებიან საქართველოში ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაციას. ეს ბოლობანაობა არის მაგათი ეს პარლამენტი. მომავალ პარლამენტში თუ შევლენ და 5%-იან ბარიერს გადალახავენ, ძალიან დიდი მადლობა თქვა. დიდი მათეყოლებათ მომავალ პარლამენტში თუ ესეც მოხდა სასწაული 7-8 კაციანი ფრაქცია და მორჩა. ჭიაბერაშვილი რო იქნება ერის სახე და ეხურე როგორი სილა გაგვარტყეს. ჭიაბერაშვილი ქალაქის მერი რო იქნება, ის ქალაქი ხო ქალაქი აღარ არის რა. იყო ეგეთი დრო ბატონო კი 50 წამი დარჩა აქედან გამომდინარე. უნდა დავამთავრდეს და ლოგიკა ასეთია, ხო მე ამას ვაგრძელებ რომ არ დაკანონდება საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება, იმიტომ საქართველოში კვლავაც ცხოვრობენ კაცები და ქალები, ქართველი კაცები და ქართველი ქალები და საქართველოში ვერ მოხერხდება და ვერ აღდგება ნაციონალური მოძრაობის მმართველობა, იმიტომ რომ ასევე საქართველოში კვლავაც ცხოვრობენ და იცხოვრობენ ქართველი კაცები და ქართველი ქალები, რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბერს სამარაჯამოდ ამოკრეს პანღური ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, უფალი ფარავდეს, ღმერთი ფარავდეს. მე გიორგი გიგაური ვარ. შენ გთხოვ ჩემს შვილობილს იგივეს და გთხოვ იმას, რა ქვია, თარხან მოურავს. შექმენით ქართველი რაინდული სულისკვეთების ხალხ ჩუბინიშვილს. ყველას თქვენ შექმენით მოძრაობა და ხალხი თქვენ გვერდში იქნება. ესე მარტო ლაპარაკით ვერაფერს ვერ გავხდები. იცოცხლეთ. მე გიორგი გიგაური ვარ, ბატონი გივი სიხარულძე იყო ჩემი სტუმარი, ეს იყო ასავალ-დასავალ საათი, მომავალ შეხვედრებამდე